გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ჩემს YouTube არხზე. მე ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც სპორტთან დაკავშირებით ან სპორტსმენებთან დაკავშირებით აზრი უნდა კითხო, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა მეც ისევე დამაინტერესა, როგორც თქვენ, ამიტომ ვუყურე უამრავ ინტერვიუს. და გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ თქვენთვის მეთარგმნა. რათა ვისწავლოთ ყოველდღიური სასაუბრო ფრაზები და სიტყვები. ავიღე ერთ-ერთი ინტერვიუ, რომელიც ჩამოართვეს ბრძოლის წინ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯს და მოდი ახლა განვიხილოთ, რას ამბობენ. Let's get started. პირველი კითხვა, რომელიც დაუსვეს ილია თოფურიას, არის ეს. And standing opposite you is Justin Gaethje, obviously one of the most, maybe the most exciting fighter that has ever stepped into the UFC octagon. What are you expecting from Justin? How can you possibly prepare for someone where a lot of their opponents just don't look the same after fighting Justin? Standing opposite Justin Gaethje, obviously one of the most, maybe the most exciting fighter that has ever stepped into the UFC octagon. Justin Gaethje-ის წინააღმდეგ მდგომი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მებრძოლი, რომელსაც კი ოდესმე ფეხი შეუდგავს UFC-ს 8 კუთხეთში. Opposite ნიშნავს საწინააღმდეგო პირდაპირ მოპირდაპირე. ეხლა ეს გადავიტანოთ სხვა კონტექსტში, რომ უფრო დავინახოთ თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს სიტყვა სხვადასხვა წინადადებაში. მაგალითად, he was standing opposite me. ის ჩემს მოპირდაპირე მხარეს წინ იდგა. I was sitting opposite a very famous fighter. მე ვიჯექი ძალიან ცნობილი მებრძოლის წინ. There is a cafe opposite my house. ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს, ჩემი სახლის წინ არის კაფე. Obviously ნიშნავს აშკარად. She's obviously frightened. ის აშკარად შეშინებულია. ილიას პასუხი კი ამ კითხვაზე იყო შემდეგნაირი. Listen, one thing I know for a fact is that he never fought with someone like me. And the only thing that I want from Justin is to him to show up in the event and I'm going to do the rest. You know what I mean? One thing I know for a fact is that he never fought with someone like me. ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ მას ჩემნაირთან აქამდე არ უბრძოლია. And one thing I know for a fact ნიშნავს ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცი. ხოლო like ცოტა ტრიკი სიტყვა არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეხლა იდგამენ ინგლისურში ფეხს. რადგან ყველამ ვიცით, რომ სიტყვა like ნიშნავს მოწონებას. მაგრამ მოწონების გარდა ამ სიტყვას აქვს სხვა მნიშვნელობაც, გაჩნია კონტექსტს, როგორიც არის მაგალითად მსგავსი, რაღაცის მსგავსი ან ვიღაცის მსგავსი. შესაბამისად, თუ ეს არ ვიცით, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ თარგმნის ამ კონტექსტში ამ სიტყვას, იმიტომ რომ, როდესაც ვერ სვამენ სიტყვა მოწონებას, ვეღარ გებულობენ მაშინ როგორ უნდა გადათარგმნონ. მაგალითად, ყველამ ვიცით ადელის სიმღერა Someone Like You. და someone like you ამ კონტექსტში არ ითარგმნება ისე, როგორც ვიღაცას მოუწონვარ. არა. Someone like you ნიშნავს ვიღაც შენაირი, ვიღაც შენი მსგავსი. And the only thing I want from Justin is for him to show up at the event and I am going to do the rest. You know what I mean? Show up ნიშნავს გამოჩენას, რაღაც ადგილზე მისვლას. მაგალითად, I waited for him but he didn't show up. მე მას უცდიდი, მაგრამ ის არ გამოჩენილა, არ მოსულა. He showed up late. ის მოვიდა გვიან. მაგრამ აქ ილია ამბობს show up at the event. ეს at რა დროს გვჭირდება? at გვჭირდება იმ დროს, როდესაც თან ადგილს ვასახელებთ, რომ სად უნდა მოვიდეს, სად უნდა გამოჩნდეს ადამიანი. ამ შემთხვევაში ვამატებთ at's. Show up at. მაგალითად, show up at the event, ღონისძიებაზე მოსვლა, გამოჩენა. She showed up at my house. ის ჩემს სახლში მოვიდა.
ანუ სად მოვიდა? ჩემს სახლში მოვიდა. ადგილს ვასახელებ. ამიტომ ვიტყვი show up at my house და არა show up my house. And I am going to do the rest. Do the rest ნიშნავს დანარჩენის გაკეთება. ანუ ისო, ოღონდ გამოჩნდესო, ღონისძიებაზეო, მე მეტი არაფერი არ მინდა, დანარჩენს მე თვითონ მივხედავ, დანარჩენს მე თვითონ გავაკეთებ. მაგალითად, I am tired. Can you do the rest? დაღლილი ვარ. შეგიძლია დანარჩენი რაღაცები შენ გააკეთო? დანარჩენ საქმე შენ მიხედო? She prepared the food and her sister did the rest. მან საჭმელი მოამზადა და მისმა და დანარჩენ საქმეებს მიხედა. ხოლო იგივე კითხვაზე ჯასტინის პასუხი იყო I'm so ready to put it on the line. I don't give a f*** if he beats me, doesn't beat me, doesn't matter. I'm coming in there and I'm gonna try to knock this motherfucker out. I will be throwing missiles on the White House lawn on June 14th. I promise you that. I am going to be so ready. ძალიან მზად ვიქნებიო. I am so ready to put it on the line. ძალიან მზად ვარ, რომ ყველაფერი რისკის ქვეშ დავაყენო, ყველაფერი გავრისკო. To put something on the line ნიშნავს ყველაფრის გარისკვას. ისეთი რაღაცების გარისკვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, როგორც არის შენი სიცოცხლე, შენი ღირსება, შენი კარიერა, რეპუტაცია და ასე შემდეგ. და ჯასტინს ამას გულისხმობს, რომ მე ძალიან მზადა ვარო და მზად ვიქნები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დავდო რისკზეო, გავრისკო. He put his life on the line to save them. Man მისი ცხოვრება გარისკა მათ გადასარჩენად. I don't give a fuck if he beats me, doesn't beat me, doesn't matter. არ აქვს მნიშვნელობა, არ მაინტერესებს ის მე მომიგებს თუ არ მომიგებს, დამამარცხებს თუ არ დამამარცხებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად beat ნიშნავს დარტყმას, ცემას, მაგრამ UFC-ს კონტექსტში ესე პირდაპირ ვერ გადავთარგმნით და ესე საბრძოლო კონტექსტში ითარგმნება როგორც დამარცხება, მოგება. მაგალითად, Georgia beat Spain. საქართველომ დაამარცხა ესპანეთი. საქართველო მოუგო ესპანეთს. I am going to try to knock this motherfucker out. Knock someone out ნიშნავს ვიღაცის ნოკაუტში ჩაგდება, ვიღაცის გათიშვა. და აქ ამბობს, რომ მე ვაპირებ, რომ ილია ნოკაუტში ჩავაგდო, გავთიშო. მაგალითად, ილია can knock anyone out. ილიას შეუძლია ყველას ნოკაუტში ჩაგდება. I will be throwing missiles on the White House lawn on June 14th. ძალიან ძლიერ დარტყმებს გავუშვებო 14 ივნის თეთრი სახლის მდელოზეო. Missiles ამ შემთხვევაშიც პირდაპირ ვერ ვთარგმნით, რადგან აქ საბრძოლო ტერმინად არის გამოყენებული და ამ კონტექსტში ჯასტინი გულისხმობს, რომ ძალიან ძლიერ დარტყმებს, missiles, ანუ ძლიერ დარტყმებს გავუშვებო. Lawn კი ნიშნავს მოედანი, მდელო, ველი, მინდორი. ანუ თეთრი სახლის მოედანზეო ძალიან ძლიერ დარტყმებს გავუშვებო. და ბოლოს ორივეს კითხეს, რაიმეს გაზიარება ხომ არ სურდათ მომავალ ბრძოლაზე. ჯასტინმა თქვა, რომ I have no thoughts. I have no thoughts. არაფერს არ ვფიქრობო. ხოლო ილიამ უპასუხა. Me personally, I don't care who I'm going to have in front. June 14, I'm going to break his job in the first minute, rather if it's Arman or Justin. I don't care who I'm going to have in front. არ მანაკლებს, არ მაინტერესებს, ვისთან მომიწევს შეხვედრაო, ვინ იქნება ჩემს წინო. I am going to break his jaw in the first minute, whether it's Arman or Justin. მე ვაპირებო, რომ პირველივე წუთებში მოვუმტვრიო მას ყბაო, ეს ჯასტინი იქნება თუ არმანიო. არმანი არის ასევე UFC-ს ერთ-ერთი მებრძოლი. jaw არის ყბა. და to break someone's jaw ნიშნავს ვიღაცის ყბის მონგრევა, მოტეხვა.
ამ ინტერვიუს შემდეგ შემხვდა რამდენიმე საათის წინ დადებული ვიდეო, სადაც UFC-ს მებრძოლებს ჩამოართვეს ინტერვიუ თუ რას ფიქრობდნენ და როგორი იყო მათი შეფასება და ემოციები მომხდართან დაკავშირებით. და ეხლა გავიგოთ რაზეც არიან შონ ომალი და პედი პიმბლეტი. Dude, Ilya is so fucking confident and so sharp and so skilled, and Gaethje's too wild. Ilya's gonna knock him out. I was like set. My mind was so set on that. He just fucking broke Ilya's face. He broke his mental, and that was like that's Ilya's at the hospital 100%. Probably for the next little while. That was one of the most crazy, inspiring performances I've ever seen. Ilya is so fucking confident and so sharp and so skilled and Gaethje is too wild. Sean O'Malley ამბობს, რომ Ilya არისო ძალიან წარმოუდგენლად თავდაჯერებულიო, ძლიერიო და გაწაფულიო მარჯვე თავის საქმეში. მაგრამ ამის საპირისპიროდ Gaethje არის ზედმეტად გადარეულიო. Ilya is going to knock him out. I was like I said, my mind was so set on that. ძალიან დარწმუნებული ვიყავიო, გონებაში მქონდა ეს უკვე ძალიან მყარად გადაწყვეტილიო, რომ Ilya მას ნოკაუტში ჩააგდებდაო. ანუ, my mind was so set on that. Be set on something ნიშნავს, რომ რაღაცაში ხარ დარწმუნებული. აი, რაღაცაზე ფიქრობ, რომ всё, ეს ესე იქნება, ამას წყალი არ გაუვა. შესაბამისად, შონ ომალი ფიქრობდა, რომ წყალი არ გაუვიდოდა, რომ Ilya ნოკაუტში ჩააგდებდა Justin-ს. მაგალითში რომ ჩავსვათ ეს წინადადება იქნება, he's set on winning this fight. მას კაცრად აქვს გადაწყვეტილი ამ ბრძოლის მოგება. He just fucking broke Ilya's face. Man Ilyas სახე მოამტრიაო. მონგრიაო სახეო. He broke his mental and Ilya is at the hospital. Manis მენტალურად გატეხაო და Ilya ეხლა საავადმყოფოშიაო. 100% probably for the next little while. ალბათ შემდეგი რაღაც პერიოდის განმავლობაში იქნება ესეო. That was one of the most crazy and inspiring performance I have ever seen. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და ინსპირაციის მომცემი შესრულება, რაც კი ოდესმე მინახავსო. აშკარად თვითონ მებრძოლეები ჩოქში არიან Ilyas დამარცხებით. ახლა კი მოვუსმინოთ პედი პიმბლეტის შეფასებას. შონ ომალისგან განსხვავებით გულშემატკივრობდა Justin-ს. ჩემი განმსახედიდან მისი აქცენტი არის ძალიან სპეციფიური და სახალისო. არის ლივერპულიდან და მათთვის დამახასიათებელი აქცენტი არის ეს. და ლივერპულურ აქცენტს ასევე უწოდებენ სკაუზურ აქცენტს. Justin Gaethje, man, the ultimate spoiler. What did it tell you? I said he was going to win, didn't I? Oh my God. Oh my God, you quit like a little bitch. My face was worse than yours. Undisputed champion, you deserve it after your career. Ultimate spoiler. ვცდილობ რომ სკაუზურ აქცენტს მიუპაძო, მაგრამ აშკარად ძალიან რთულია. ვარჯიში მჭირდება. Ultimate spoiler UFC კონტექსტში, ანუ საბრძოლო კონტექსტში ნიშნავს ადამიანს, რომელმაც არ გაამართლა სხვა ადამიანების მოლოდინები, ჩაშალა გეგმა და დარღვია პროგნოზი. ანუ ეს ადამიანიც ამბობს, რომ ელოდებოდა Ilyas მოგებას, მაგრამ მოიგო Justin-მა და ამიტომ Justin-ი არის ultimate spoiler. ანუ ყველას პროგნოზი დარღვია. I said he was going to win, didn't I? მე ვთქვი რომ ის მოიგებდა. არ ვთქვი. Oh my god, you quit like a little. ამის ყოს აღარ გავიმეორებ, რადგან ყველა მოიცეთ რა სიგულისხმა. Quit ნიშნავს რაიმეს შეწყვეტას, მიტოვებას, თავის დანებებას, ამიტომ აქედან გამომდინარე ის თulis რომ Ilya დანებდა და მიატოვა შეჯიბრი. My face was worse than yours. ჩემი სახე იყო უარესად ვიდრე შენი. შეხება სიტყვა worse ნიშნავს უარესად და ამ სიტყვას ხშირ შემთხვევაში არასწორად გამოთქვამენ და გამოთქვამენ ისე როგორც იწერება. ანუ worse. და ესე იწერება, მაგრამ ესე არ იკითხება. იკითხება როგორც და ითქმის როგორც worse. Undisputed champion, you deserve it after your career. Undisputed ნიშნავს
უდავო, უცილობელი, საყოველთაოდ აღიარებული. ანუ ჯასტინზი ამბობს, რომ შენ ხარო undisputed champion, საყოველთაოდ აღიარებული ჩემპიონი და შენი კარიერის შემდეგ ეს გამარჯვება დაიმსახურეო. სულ ეს იყო, ვფიქრობ, რომ ძალიან ინფორმაციული და საინტერესო ვიდეო გამოვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვიდეოდან თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ინგლისური ფრაზები. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი, თუ მოგიწონათ ეს ვიდეო და თუ გსურთ, რომ მსგავსი სახის ვიდეოები გადავიღო სხვადასხვა ფილმებზე, პოდკასტებზე, სიმღერებზე და ინტერვიუებზე, რაღაც საინტერესო მონაკვეთები ფრაზები ამოვიღო და შემდეგ ეს განვიხილო. ასევე დამიწერეთ, რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე. კარგად!